კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. პოლიტიკური შეფასებების საგანია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება. ტექსტში საუბარია Deep State-სა და გლობალური ომის პარტიაზე. განცხადებაში უკითხულობთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, რომელიც ომზე უარის შემთხვევაში მათ სანქციებით უხეშად ემუქრება. ოპოზიცია ამას პროტესტს და საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას უკავშირებს ხელისუფლების ოპონენტებისთვის. ეს არის მცდელობა ქართულმა ოცნებამ საკუთარი ამორჩეველი დაარწმუნოს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები დაასტაბილურდება. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის საფრთხე ისევ არის და სანქციები ვერ იქონებს გავლენას ხელისუფლების არჩევანზე შეინარჩუნოს მშვიდობა. შეტო პარლამენტიშვილი გაგაცნობთ სახელისუფლებო პარტიის განცხადებაზე პოლიტიკურ შეფასებებს. საპარლამენტო უმრავლესობაში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს იზიარებენ და ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული Deep State-ი გლობალური მასშტაბით არაერთ პრობლემას ქმნის და სწორედ Deep State-ის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია გარკვეული კრიზისები საქართველოში, რომელსაც მათი თქმით, სწორედ Deep State-ი იმის გამო იწევს, რომ საქართველო მოარი თქვა რეალურად ქვეყანა ომში ჩაერთო. მმართველი გუნდის წევრებმა დღეს გაიხსენეს ევროპარლამენტის რეზოლუციებით, სადაც საუბარი იყო როგორც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც კი სახელმწიფო პარტიაში. ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის რეზოლუციები არის ნათელი გამოვლინება იმის თუ რა გავლენებს ფლობს ეგრეთ წოდებული Deep State-ი ევროკავშირის მასშტაბით და რა შეუძლია მას პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა სახელმწიფო გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ტრამპის ადმინისტრაციის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ შესაძლებელია ვითარება კარდინალურად შეიცვალოს. იქამდე გასცენ ყველანაირ მორალს და ყველანაირ ღირებულებებს და ყველანაირ ღირსებას. ბოლოს იქამდე შეიძლება მივიდეთ, რომ რეზოლუცია მიიღოს, სადაც პირდაპირ ეთქვენ, რომ ომი გამოუცხადეთ რუსეთის ფედერაციას და ტანკები ამოქოქეთ და შევარდით ოკუპირებულ ტერიტორიებზეო. აი აქამდეც კი შეიძლება მივიდეთ და რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ კონკრეტული Deep State-ს უწოდებთ მას, თუ გლობალური ომის პარტიას ინტერესებში აქვს, რომ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებზე გარშემო ყველგან იყოს ცეცხლი, კიდევ უფრო დაზიანდეს საზოგადოება, კიდევ უფრო მეტი ძალა და მეტი რესურსები დაიხარჯოს რუსეთის ფედერაციისგან, რაც საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ტრანსფორმირდება იმაში, რომ განადგურდება ის ქვეყნები, როგორც ახლა მაგალითად უკრაინა განადგურდება. მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებული წერილის შინაარსს არ იზიარებენ ოპოზიციაში. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული ტექსტი არის იქედან გამოწვეული, რომ რეალურად თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ხელისუფლება გარკვეულწილად საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ მოაქცია და მას დაუდგა ბევრი პოლიტიკური პრობლემა. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ საუბარი Deep State-ზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არის გადაჭარბებული და რეალურად მსგავსი სახის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გავლენა აქვთ, არ არსებობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები იმ იზოლაციით, რა იზოლაციაში არიან მოქცეული. ეს იზოლაცია არის ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის შედეგი. შეუპოვარი ბრძოლის რუსთაველის გამზირზე, სადაც 40 დღეზე მეტად განან და ქართული დემოკრატიის და თითოეული ჩვენ თანამოქალაქის თავისუფლების გადარჩენისთვის იბრძვიან. ჩვენ ვერაუყვებით ამ კონსპირაციული თეორიების განვითარებაში და არც შეგვეშინდება იმის Deep State-ის, რომელთან დაკავშირებითაც არ ვიცი, მე მგონი ყოველად წარმოუდგენელ საზღვრებს მიაღწია ქართული ოცნების ზნედაცემულმა პროპაგანდამ. სახელმწიფო პარტიაში ოპონენტების მიერ გაკეთებული განცხადებები არ უკვირდა, ამბობენ, რომ ოპოზიცია როგორც გავლენის აგენტი მათი აზრით ხშირად, ასე ვთქვათ, სპეკულირებს აღნიშნული თემებით, რაც შეეხება ზოგადად მდგომარეობას. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ის რომ საქართველოს გარკვეულწილად ეროვნული ინტერესების გატარებისთვის ისჯება, ყოველდღიურად დასტურდება, მათ შორის იმ სანქციებით, რომელიც დაწესდა ქართული მაღალჩინოსნების და მათ შორის პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი წინააღმდეგ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს არის პირდაპირი სასჯელი იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა პერსონალური ინტერესები არასდროს არ დააყენა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა.
ბატონი ბიძინა ივანიშვილი შვიდობისთვის არის დასანქცირებული, ხო, პირდაპირ ყველაფერს თავის სახელი დაუარქვა, დე-ფაქტო სანქციების ქვეშ იგი იმყოფებოდა. ფაქტობრივად 3 წლის განმავლობაში იმისათვის, რომ ეს შანტაჟის მექანიზმად გამოეყენებინათ, ის გაყინული უზარმაზარი თანხა, რომელიც მან რა თქმა უნდა არ გაცვალა იმაში, რომ საქართველოში არეულობა მომხდარიყო, ეს მას ვერ აპატიეს. ეხლა რაღაცა დე-იურე სანქცია იყო ბოლო კუდის მოქნევა, მოდი ესე ვთქვათ, ამჟამინდელი ადმინისტრაციის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს პირიქით საამაყო არის, როდესაც შენ სანქცირდები იმისთვის, რომ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს და მეორე პლანზე აყენებ პირად ინტერესებს. ქართული ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ საკმაოდ ვრცელი წერილი დღეს გაავრცელა ტექსტში ნათქვამია, რომ ეგრეთ წოდებული deep state გლობალური მასშტაბით ქმნის პრობლემებს, თუმცა თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ტრამპის გუნდის შესვლის შემდეგ იქნება შესაძლებლობა როგორც ქართულ-ამერიკული, ისე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის. მადლობა შოთა ლავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. Deep State ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის ჯის ვკითხულობთ ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც დილით გამოქვეყნდა. სახელმწიფო პარტიაში მიაჩნიათ, რომ ვიდრე უკრაინაში პირველი ფრონტია, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესი იარსებებს. სწორედ ამას უკავშირებს ქართული ოცნება სანქციებს, რომელსაც გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართულ პოლიტიკოსებს უწესებენ. განცხადებაში წერია ამ გავლენების ევროკავშირში არსებობაზეც, Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა, ვკითხულობთ გამოქვეყნებულ განცხადებაში. უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი არის Deep State-ის ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში Deep State-ის განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ ან ამერიკა გაანადგურებს Deep State-ს, ან Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას. ფაქტია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში სწორედ Deep State-ი ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. Deep State-მა შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. Deep State-მა ომის ქარცეცხლში გაახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი Deep State-ის პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე, უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200 მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს პრაქტიკულად განადგურებულია, რაზეც მაიდანის ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ. საქართველოს უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს Deep State-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. კონკრეტული სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციების ფორმალური საფუძველი, რომ სრულიად არასერიოზულია, ამას დიდი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა. ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. ან იომებ, ან დაგშჩით. ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველოს და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი გლობალური ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადების ნაწილი ეთმობა ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს. საქართველოს შესახებ ინიცირებული მეგობარი აქტის ავტორი მოხსენიებულია როგორც Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი აქვს. ამავე განცხადებაში უკითხულობთ იმასაც, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატების შესრულება შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა. გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა სამწუხაროდ ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ. ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს დააინიცირებინეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით, სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და Deep State-ის დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო უილსონს ხმარდება, რითაც Deep State თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის Deep State-ის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვრჩის თუ არ ვიომებთ. პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც გვჯერა თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ევროპაში Deep State-ის მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ Deep State-ის უკანმდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება. Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან. იმედი გვაქვს 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. პოლიტიკური შეფასებების საგანია EUTO საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებები. ქართული ცნობა ყურადღებას ამახვილებს ინტერვიუს იმ ფრაგმენტზე, სადაც პიაკაუმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრობს. მაშინ, როდესაც მას კითხეს იმ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვით საქართველოში ვიზიტი აღიქმებოდა როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხელის შეწყობა, პიაკაუმამ ფინეთის მაგალითზე თქვა, რომ გარედან არავინ უნდა თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ამ მოსაზრებას იზიარებს ქართული ოცნება, უფრო მეტიც ამბობს, რომ EUTO საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გაამყარა ის, რაზეც დიდი ხანია თავად საუბრობენ. ფინეთის როგორც ნატოს წევრი ქვეყნის მოცემულობა საქართველოსგან განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებით. კეთი ზანთარაია უფრო ვრცლად გაგაცნობთ პოლიტიკურ შეფასებებს, კეთი პირდაპირ ეთერში ხარ. დიახ, პოლიტიკური შეფასებების დროს დღეს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწორედ ამ ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც პიაკაუმა საუბრობს სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან სახელმწიფოების და მთავრობების აღიარებასა და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ყველაფერში უცნაური და არაბუნებრივი არაფერი არ არის, ვინაიდან თავადაც მიაჩნიათ, რომ ფინეთის და საქართველოს შემთხვევა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რეალობა არის განსხვავებული და საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი სწორედ დასავლეთიდან უნდა იყოს აღიარებული. გარე ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არსებობს როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთაშორისო აღქმაც. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფინეთთან მიმართებაში ბუნებრივია სხვა მიდგომა იქნება, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ ფინეთი გახდა ნატოს წევრი სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობა ბევრად უფრო მსუბუქია და სტანდარტი განსხვავებულია ვიდრე საქართველოსთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ
ეგრეთ წოდებული მთავრობის აღიარებაზე, ეგრეთ წოდებული პარლამენტის აღიარებაზე ძალიან მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება და ზოგადად იმ პროცესებზე საუბარი და ამ შეფასებების გაკეთება, რომელიც კეთდება. ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება და შეფასება არ უკვირთ სახელმწიფო პარტიაში. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ოპონენტების რეაქცია ნიშნავს იმას, რომ ისინი იმართებიან სახელმწიფო გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, სწორედ ქვეყნის გარედან, უცხოეთიდან. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ პიაკაუმას ამ ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ისინი წარსულში საუბრობდნენ, რომ საქართველოს შემთხვევაში მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი წყდება ქვეყნის შიგნით ქართული ოცნების ამომრჩევლის მხრიდან. მათი მთავარი, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაციის მომნიჭებელი სიტყვა არის ის, რომ არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, რაც რა თქმა უნდა მათ ანგარიში მოხვდა, როგორც ჩუალედურ ანგარიში, ისევე საბოლოო ანგარიში და ის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს საშუალება, რომ აწარმოოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია თავისუფალ რეჟიმში, რაც ასევე ანგარიში იყო ხაზგასმული. ამიტომ ყველაფერზე წერტილი დასმული. ახლა იმ შეკითხვასთან დაკავშირებით, რაც მას დაუსვეს, რომ გარედან ლეგიტიმაციის აღიარება უნდა ხდებოდეს თუ არ უნდა ხდებოდეს, მაგალითად ფინეთის შემთხვევაში, რომლის პარლამენტსაც ქალბატონი კაუმა თავად წარმოადგენს, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ეს არის ყოველად დაუშვებელი, ვინაიდან ეს აყენეს ფაქტობრივად შეურაცხყოფას თვითონ ქვეყნის სუვერენიტეტს. ანუ ფაქტობრივად იგივე გაიმეორა, რასაც ჩვენ ამდენი ხანი არის ვსაუბრობთ და დიდი მადლობა მას ამ ობიექტურობისთვის, ვინაიდან ეს ყველაფერი ეხარჯებოდა მხოლოდ, ასე ვთქვათ, ობიექტურ შეფასებას. ნებისმიერ მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან ლეგიტიმურობასთან მიმართებაში უკვე არარელევანტურია. ამაზე ისაუბრა მათ შორის ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც და მათ შორის მასე, რომ ნებისმიერი ვიზიტი, რომელიც შეიძლება შედგეს ქვეყანაში ან არ შედგეს, არანაირად არ უკავშირდება ხელისუფლების ლეგიტიმაციას. თქვენ იცით, რომ დღეს უნდა შემდგარიყო აღნიშნული ვიზიტი და გადაიდო მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, რომელიც მუდმივად საუბრობდა არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე და არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს, არ გამოთქვეს სურვილი და მზაობა ამ თემებზე ესაუბრათ. ქალბატონ პრეზიდენტთან, რატომ? იმიტომ რომ 2 თვეზე მეტია გასული საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და თქვენ იცით, რომ ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა კონკრეტული მტკიცებულებები არჩევნების სავარაუდო გაყალბების, სავარაუდო კარუსელების და ასე შემდეგ არ და ვერ წარმოადგენენ, იმიტომ რომ ბუნებაში ასეთი რამ არ არსებობს. ეს გახდა სწორედ ვიზიტის გადადების მიზეზი და არა ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირის ვიზიტი ჩამოსვლა ან არ ჩამოსვლა რაიმე კავშირში შეიძლება იყოს ხელისუფლების ლეგიტიმურობასთან. მართული პარტია, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციას, ასევე უცხოელ პოლიტიკოსებს მოუწოდებს პატივისცემ იმ არჩევანს, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა. მადლობა კეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ეუთო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ვრცელი განმარტება მას შემდეგ, რაც საქართველოში ვიზიტი გადადო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს გააკეთა, თქვა, რომ სამი ოპოზიციური პარტიიდან მიიღო წერილი და მან მიიჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ამ ეტაპზე მზაობა დიალოგის. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ დაგეგმილი და შემდეგ გადადებული ვიზიტი ხელშეუწყობდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციას. პიაკაუმა განმარტავს, რომ ეს ეუთო საპარლამენტო ასამბლეის მანდატი არ არის. ჩვენ ასე არ ვიქცევით, აცხადებს პიაკაუმა და საკუთარი ქვეყნის მაგალითზე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია გარედან არავინ თქვას მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. მივიღეთ წერილი სამი ოპოზიციური პარტიისგან, რომელშიც ისინი მირჩევდნენ ვიზიტი ან გადამედო, ან მხოლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ ჩამოვსულიყავი. ერთ-ერთი მოთხოვნა ახალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა იყო, მეორე კი დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლებას ეხებოდა. ამ ეტაპზე ცხადია, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუმცა მინდა ასევე დავამატო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ და მზად იყვნენ ჩვენთან შესახვედრად და ოდირის რეკომენდაციების განხილვაზე სასაუბროდ. ეს ნაბიჯი იმიტომ გადავდგი, რომ ჩავთვალე ხალხი ჯერ მზად არ იყო ასეთი დიალოგისთვის. არ არსებობდა საკმარისი მზაობა ჩვენთან შესახვედრად. საკმარისი კეთილგანწყობა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ მიგვიღონ. ჩემი აზრით, პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ სრულყოფილი არავინაა. ყველა ქვეყანაშია ისეთი საკითხი, თემა, რაც გაუმჯობესებას საჭიროებს. ვერავინ დაიგვეხნის, რომ დემოკრატიის საბოლოო ფინალურ დონეს მიაღწია. ყოველთვის არის გასაუმჯობესებელი საკითხები, მაგრამ ფინეთის შემთხვევას თუ მოვარგებთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარედან არავინ თქვას, მთავრობა ლეგიტიმურია თუ არა. ეს ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებდა, თუ ვინმე გარედან განგვისაზღვრავდა ლეგიტიმურობას.
თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემა გახდა მეტას გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტ-ჩეკების პროექტს აჩვენებს სოციალური ქსელების გიგანტი ფაქტების გადამოწმების ამჟამინდელ პროგრამას წყვეტს და ილონ მასკის X-ის მსგავს საზოგადოების შენიშვნების პროგრამაზე გადადის. ფაქტების შემოწმებლები პოლიტიკურად ძლიერ მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, აცხადებს მარკ ცუკერბერგი. მეტას გადაწყვეტილებას სტატუსი მიუძღვნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილის შეფასებით ახლა ყველასთვის ნათელი გახდა რა სქემით იქცა Facebook-ის საქართველოს მოსახლეობის აზრის манипуლირების მთავარი იარაღად. საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორები ფაქტმეტრი და მითების დეტექტორი არიან. ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ სრულად იზიარებენ ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის განცხადებას, რომელიც მეტას გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და გმობს ცუკერბერგის მოსაზრებას, რომელიც ფაქტების გადამოწმებას ცენზურას უკავშირებს. Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამა საქართველოში ისევ გრძელდება. მარკ ცუკერბერგის განცხადება პროგრამის მოდიფიცირების შესახებ შეეხება მხოლოდ ამერიკას. რაც შეეხება მეტას დამფუძნებლის განცხადების შეფასებით ნაწილს. ამ თემაზე ამომწურავი კომენტარი გააკეთა ევროპული ფაქტების გადამოწმების სტანდარტების ქსელმა და ჩვენი ორგანიზაცია სრულად იზიარებს ამ განცხადების შინაარს. ფაქტების გადამოწმების პრაქტიკა ევროპასა და შესაბამისად საქართველოში კლავაც გრძელდება. ეს გამოწვევა არა მარტო ამერიკაშია და ასე ვთქვათ, სოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, რომ ეხლა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ყველაზე უფრო გვაწუხებს და გვანერვიულებს, ხომ? ეს ფაქტ-ჩეკერების რაღაცა ინსტიტუტი გამოყენებული იყო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინტერესების დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბატონმა ცუკერბერგმა, რომ ამან უკუშედეგი გამოიღო და იმის ნაცვლად, რომ რაღაცა სწორი ინფორმაცია მიწოდებოდა მოსახლეობას, რომელიც ჩართული არის ამ სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაფილტრული ინფორმაცია ეწოდებოდა. ისინი ახდენდნენ გარკვეული ფაქტების დამახინჯებას, ისინი ახდენდნენ ისეთი ინფორმაციების დაბლოკას, რომელიც რა თქმა უნდა ობიექტური ინფორმაციები იყო და შემდეგ მოსახლეობა შეცდომაში შეყავდათ. პირდაპირ ბატონმა ცუკერბერგმა აღიარა ის, რომ Facebook-ის ტყუდებოდა რიგ შემთხვევებში და შესაბამისად რაღაცა ტიპის ინფორმაციის გავრცელებას შემდეგ ბლოკავდა და შესაბამისად მათთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეული, ვინაიდან ინფორმაციის გავრცელებას ახლა არ ექნება არანაირი წინაღობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმიანება, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული იარაღის მიწოდების პროცესში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. მტკივნეული სანახავია მორალის ქადაგების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც დასავლეთ ევროპის დამცველად თვლის, ეჯახება საკითხებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი ერის გადარჩენისთვის, წერს შალვა პაპუაშვილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კორუფციის საკითხზე ისაუბრა ამერიკელ პოდკასტერ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში. როდესაც შეერთებულმა შტატებმა ჩვენთვის იარაღის გადმოცემა დაიწყო, ეს ამერიკული ფულით ხდებოდა. ამერიკა ფულს ამერიკული იარაღისთვის გვაძლევდა. მე ამერიკულ მხარეს ვთხოვე, მოეცათ შესაძლებლობა გამოგვეყენებინა ჩვენი თვითმფრინავები ტრანსფერისთვის. ამერიკული კომპანიებისთვის ბევრის გადახდა არ მოგვიწევდა. ეს შესაძლებლობა არ მომწეს. ჩემი თვითმფრინავები ადგილზე დარჩა და ამერიკულმა სატვირთო თვითმფრინავებმა ჩამოიტანეს შეიარაღება. ჩვენ შეგვეძლო მეტი იარაღის მიღება, მაგრამ ამისთვის ძალიან ძვირის გადახდა მოგვიწევდა. ჩემი შეკითხვაა, ეს კორუფციაა თუ არა? თუ ლობიზმი, რა არის ეს? თუმცა ამის შესახებ ღია ვერ ვიქნები და ამაზე ხმამაღლა ვერ ვისაუბრებ. არ მინდა ამით სკანდალი გამოვიწვიო, ამიტომ როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიკითხოთ, ვინ არის ამაში ჩართული. თუ 177 გვაქვს და ნახევარი მივიღეთ, სად წავიდა ნახევარი? თუ მეორე ნახევარს იპოვნით კორუფციასაც. უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომელზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს. არ ვიცი ინტერვიუში ნახსენები, სატვირთო თვითმფრინავები, იგივე თვითმფრინავებია თუ არა ომის დაწყების პირველ დღეებში, საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული NGO-ები და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდა. მაგრამ ფაქტია, რომ რაშიც ნამდვილად უნდა გამოიყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს.
უკრაინაში საომარი მოქმედებები არ წყდება ფრონტის ხაზზე გასული დღე-ღამის განმავლობაში 12 საბრძოლო მიმართულებაზე 176 შეტაკება მოხდა. ყველაზე ცხელი მიმართულებები უკრაინის გენშტაბის თანახმად პოკროვსკი და კურსკია. ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვში. ამ დროისთვის უკრაინის ძალები ქალაქის დასავლეთ შემოგარენშია. რუსეთი ცდილობს ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების პოზიციების შეასუსტოს და ამისთვის გადამწვარი მიწის ტაქტიკა გამოიყენოს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ ტორეცკის საბრძოლო მიმართულებაზე წინსვლა შეძლო, რისთვისაც პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის უპირატესობა გამოიყენა. კიშინიოვის აეროპორტში აღმოაჩინეს ამანათი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც უკრაინიდან საქართველოში იგზავნებოდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სათამაშო ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული, მესაზღვრეებმა ის სკანერის მეშვეობით აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამომგზავნი და ვის უნდა მიეღო ამანათი თბილისში. შეერთებულმა შტატებმა მაგნიცკის გლობალური სიის ფარგლებში უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. დასანქცირების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დასანქცირების მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ შტატების ფინანსური სისტემა არავითარ როლს არ ითამაშებს ანტალ როგანის კორუფციული საქმეების ფასილიტაციაში. ჩვენ კვლავ მოუწოდებთ უნგრეთის ლიდერებს პროაქტიულად ცალსახად და გადამწყვეტად გადაჭრან კორუფციის საკითხი, უფრო გამჭვირვალე უნგრეთი ხელშეუწყობს უფრო ძლიერ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და უფრო აყვავებულ ევროპას აღნიშნულია განცხადებაში. ანტალ როგანის დასანქცირებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ეხმაურება. ეს პირადი შურისძიების აქტი ამერიკელი წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში გამოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმეტებლად და სამარცხვინო ტოვებს პოსტს, აღნიშნული ქმედება მიმართული ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას მეგობრად და არა მტრად აღიქვამენ, წერია უნგრეთის პირველი დიპლომატის განცხადებაში. შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ეკონომიკური ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. მედიის კითხვაზე გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას. ისინი ჩვენ ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება, განაცხადა ტრამპმა. იქამდე მას სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს ამერიკის 51 შტატად ყოფნა. ამით ის კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს გადადგომას გამოეხმაურა. კანადა რომ შტატებს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულად დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, განაცხადა ტრამპმა. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. მე ამას ბევრად ადრე მეუბნებოდნენ, ვიდრე კენჭს ვიყრიდი. იქ დაახლოებით 45,000 ადამიანი ცხოვრობს. ხალხმა სინამდვილეში არც კი იცის, აქვს თუ არა დანიას მისი ფლობის ლეგალური უფლება. მაგრამ თუ კი აქვთ, ის უნდა მოგცენ ჩვენ, რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ეს საჭიროა თავისუფალი მსოფლიოსთვის. მე ვსაუბრობ თავისუფალი სამყაროს დაცვაზე, რომელსაც თქვენ უყურებთ. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ჩინური და რუსული გემები ყველგან იმ ტერიტორიაზე. ამას არ დავუშვით. და თუ სურს დანიას გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ არავინ იცის, აქვთ თუ არა ამის უფლება, მაშინ ხალხი მხარს დაუჭერს ან დამოუკიდებლობას, ან ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილად გახდომას. მაგრამ თუ მათ ეს ეწოდინებათ, მე დავუწესებ დანიას ძალიან მაღალ ტარიფს. პანამა და გრენლანდია ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. პანამის არხი აშენდა სამხედრო მიზნებისთვის. პანამის არხი ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მას ახლა ჩინეთი აკონტროლებს. პანამის არხი ჩვენ გადავეცით პანამას და არა ჩინეთს და მათ მიიტაცეს ის, მათ გამოიყენეს ეს საჩუქარი ბოროტად. ძალიან კარგი იქნება მექსიკის ყურის სახელის ცვლილებაც. მას უნდა დაერქვას ამერიკის ყურე. ამერიკის ყურე რა ლამაზი სახელია. მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს. ამის შესახებ კანადის გადამდგარი პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელში წერს. ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ორივე ქვეყნის საზოგადოება სარგებელს იღებს იმით, რომ შეერთებული შტატები და კანადა ერთმანეთის პარტნიორები არიან სავაჭრო და უსაფრთხოების საკითხებში.
ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კალიფორნიაში ტყის მასშტაბური ხანძარი 13 ადმინისტრაციულ ერთეულზე გავრცელდა და 1300-ზე მეტი ჰექტარი გაანადგურა. გადამწვარი ათასობით სახლის სტიქიის ზონაში სავალდებულო ევაკუაციას 30000-ზე მეტი პირი ექვემდებარება. 13000-ზე მეტი შენობა საფრთხის ქვეშ არის. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მომდევნო საათებში ქარის სიმძლავრე პიკს მიაღწევს, რაც გაზრდის რისკებს. სამაშველო სამსახური ხალხს მოუწოდებს შეწყვეტონ მანქანით გადაადგილება და დატოვონ საფრთხის ზონა. ტიბეტის სტიქიის ზონა ჰიმალაების მაღალმთიან რეგიონში ჩინეთის ცნობით 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 126 ადამიანი იმსხვერპლა და შეუძლია 188. ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მოქალაქეებიდან ამოიყვანეს 400, თუმცა დაკარგულთა რაოდენობა ჯერჯერობით ისევ უცნობია. სტიქიის ზონაში მობილიზებულია 2000-მდე მაშველი. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით მოვლენების შედეგად დაინგრა 3600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. გრევის არეალი ეპიცენტრიდან საშუალოდ 4200 მეტრის მანძილზე გავრცელდა. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით ტიბეტის მიწისძვრის სიმძლავრემ 7 მაგნიტუდას გადააჭარბა. დინგრი ასე ქვია მაღალმთიან დასახლებას, სადაც 62000 ადამიანი ცხოვრობს და რომელიც მიწის რომ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ეს ყველა ამბავი ცლად შეგიძლიათ ნახოთ რუსთავი ორიჯიზე, მე ამით გემშვიდობებით ზუსტად 6 საათამდე დროებით.